ცვლილი როლები. მიხეილ სააკაშვილის ლექსიკა იფილტრება, ერთიანობის პათოსი მატულობს. ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებ იყოს ერთიანი, უპირველესად როგორც ქართველების და როგორც საქართველოს პატრიოტები. ბიძინა ივანიშვილის ბოლო ინტერვიუ France Press-ისთვის. ინგლისური ვერსიით ოცნების ლიდერი სააკაშვილს მატყუარას და მამაძაღლს უწოდებს. ძალიან გაუბრაზდი ამის გამო, მე ყოველწუთში ურეკავდი მას. ის მამაძაღლია, რადგან მომართუა. თითქოს ჩემი რჩევის გათვალისწინებით გადადგა, თუმცა სინამდვილეში ამერიკის ზეწოლის გამო გააკეთა ეს. არსად არასდროს მე არ ვიყენებ უხეშ სიტყვებს. განსხვავებით სააკაშვილისა და მის ხელისუფლებისაგან. ულტიმატუმი თუ გაუგებრობა, რას თხოვს შტეფან ფიულე ოცნების ლიდერს? რას ნიშნავს ქართული ოცნებისთვის არჩევნების შედეგების წინასწარი აღიარება? ოპოზიციური კოალიციის პოზიციით პოლიტმეტრში ალექსი პეტრიაშვილი. დისკუსია თამარ ჩუგოშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. პოლიტოლოგები ბექა ნაცვლიშვილი, ნიკა ჩიტაძე. სტუდენტების დაპირისპირება ადმინისტრაციასთან. გაუმართავია ისევ სისტემა მიუხედავად იმისა, რომ რექტორი დაგვპირდა. შემოგთავაზეს დიალოგი, რომელსაც 4 წელი აქვს თავაზობენ და რეალურად უნივერსიტეტში არაფერი არ მოგვარებულა. რას ითხოვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები? პოლიტმეტრში დიტო ხუსკივაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. ემლეთ პოლიტმეტრს. ევროკომისარი შტეფან ფიულე მომავალ კვირას ბიძინა ივანიშვილთან შესახვედრად მზად არის, თუმცა როგორც რადიო თავისუფლებას მისი სპიკერი პეტერ სტანო ეუბნება, ამისთვის გარკვეული პირობაა აუცილებელი. ბატონ ბიძინა ივანიშვილისგან მივიღეთ თხოვნა, რომ მომავალ კვირას ბრიუსელში შედგეს მისი და შტეფან ფიულეს შეხვედრა. ბატონი ფიულე მზად არის მასთან შესახვედრად, თუ მიიღებს დაპირებას, რომ ბატონი ივანიშვილის პარტია ქართული ოცნება ხელს მოაწერს ქცევის კოდექსს საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის და რომ ქართული ოცნებისათვის მისაღები იქნება არჩევნების შედეგები, თუ მათ ლეგიტიმურად მიიჩნევენ ავტორიტეტული სამეთვალყურეო ორგანიზაციები, უწინარეს ყოვლისა ეუთო და ეუთოს დემოკრატიული